ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, დედანო, ძმანო და დანო, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სულიერისა და ამასოფლის სიკეთეს შორის არჩევანის შესახებ. ამ საკითხს ეხება სულთმოფენობიდან 22 შვიდეულის საკვირაო წირვის სახარება. მე მინდა შენდობა ვითხოვო იმისთვის, რომ წინა კვირის სახარების განმარტებისას მე ვახსენე, რომ ვიმყოფებით სულთმოფენობიდან 23 შვიდეულის პერიოდში და ეს იყო შეცდომა, რადგანაც 22 შვიდე ჩვენ ვიმყოფებით 22 შვიდეულის პერიოდში, უბრალოდ ბოლო კვირეებში სახარება იკითხებოდა ერთით, ესე ვთქვათ, წინა რიგით, იგი სახარებათა რიგი არსებობს, კითხვის რიგი არსებობს და ზოგჯერ კალენდარს არ ემთხვევა. ამიტომ აი 21 მეერთე შვიდეულში იკითხებოდა 22 კვირის სახარება და ეხლა ჩვენ ვართ 22 შვიდეულში და იკითხება 23 კვირის სახარება. ეს სახარება გახლავთ სახარება ლუკასი მერვე თავის 26-დან 39 მუხლების ჩათვლით. და განვიდეს სოფელსა მას გადარინელთასა, რომელ არს წიაღ კერძო გალილეასა. და ვითარცა განვიდეს იგინი ქვეყანად, მოვინმე ეგებოდა კაცი ქალაქისაგან, რომლისა თანა იყვნეს ეშმაკნი. და მრავალ ჟამს სამოსელი არა შეემოსა და სახლსა შინა არა იყოფოდა არამედ საფლავებსა. და ვითარცა იხილა მან იესო ღაღატყოდა, შეურდა ფერხთა მისთა და ხმითა დიდითა იტყოდა, რაი ძეს ჩემი და შენი იესო ძეო ღვთისა მაღლისაო, გევედრები ნუ მტანჯავ-მე, რამე თუ უბრძანა სულსა მას არა წმიდასა, განსვლად კაცისა მისგან. რამე თუ მრავალგზის წარიტაცის იგი და შებორკილიან იგი ჯაჭვითა და საკვრელითა და სვედ და განხეთქნის საკვრელნი და იდევნებიან ეშმაკისა მისგან უდაბნოთა. ჰკითხა მას იესო, რაი არ სახელი შენი, ხოლო მან თქვა ლეგეონ, რამე თუ ეშმაკნი მრავალნი შესრულიყვნენ მისა. და ევედრებოდეს მას, რაით არა უბრძანოს მათ უფსკულთა შთასვლა. და იყო მუნ კოლტი ღორთა მრავალი მძოვარი მთასაზედა და ევედრებოდეს მას, რათა უბრძანოს მათ ღორებსა მას შესვლა და თავად მან უბრძანა მათ. და გამოვიდეს ეშმაკნი იგი კაცისა მისგან და შევიდეს ღორთა მათ და მიმართა ყოველმან კოლტმან კბოდეს ამას ტბად და დაიშთვნეს. ვითარცა იხილეს წყემს თამათ საქმე ესე, ილტოდეს და შევიდეს და უთხრეს ქალაქსა და დაბნებსა. და გამოვიდეს ხილვად, რომელი იგი იქმნა და მოვიდეს იესოსა და იხილეს კაცი იგი მჯდომარე, რომლისაგან ეშმაკნი იგი განსრულ იყვნენ. შემოსილი და გონიერი ფერხთა თანა იესოსთა და შეეშინა. რამე თუ უთხრეს, რომელთა იგი ეხილვა, ვით არ იგი ცხონდა ეშმაკეული. და ევედრებოდეს მას ყოველი იგი სიმრავლე გარემო სოფლებისა მის გადარინელთასა, რაითა წარვიდეს მათგან, რამე თუ შიშითა დიდითა შეპყრობილ იყვნენ, ხოლო თავადი შევიდა ნავსა და მიიქცა მუნვე. ევედრებოდა მას კაცი იგი, რომლისაგან ეშმაკნი განსრულ იყვნენ, რაითა იყოს მისთანა, ხოლო თავად მან განუტევა იგი და რქუა, მიიქეთ სახით შენდა და მიუთხარ რაოდენი გიყო შენ ღმერთმან და წარვიდა ყოველ სამას ქალაქებსა და გადაგებდა რა იგი ყომისთვის იესო. და ვითარცა განვიდეს იგინი ქვეყანად, მოვინმე ეგებოდა უკაცრავად აი ამით დასრულდა ეს ესე იგი უკვე არის განმარტების მუხლი.
თემა, რომლის შესახებაც ჩვენ დასაწყისში რომელსაც აღნიშნეთ თემა, არის სწორედ არჩევანი სულიერსა და წუთისოფლის სიკეთეებს შორის. და აი რა არის ეს არჩევანი? რა იწვევს, რა არის საფუძველი ამ არჩევანისა და როდის აკეთებს სწორს და არასწორს არჩევანს ადამიანი. უპირველეს ყოვლისა, სანამ აი ამით მთავრდება ეს სახარება, თუ როგორ, ესე იგი, მას შემდეგ, რაც იესო ქრისტემ აღასრულა უდიდესი სასწაული და ეს გაიგეს სოფელ ღადარას მცხოვრებლებმა და რასაკვირველია განცვიფრდნენ შიშიც კი დაეცამათ აი ასეთი დიდი სასწაულის გამო, მაგრამ ამავე დროს მათ გაიგეს, რომ ღორების კოლტი, რომელიც იყო მათი შემოსავლის წყარო, რომელსაც ისინი აშენებდნენ, რომ ეს ღორების კოლტი დაინთხა ზღვაში, ანუ მათ ძალიან დიდი მატერიალური ესეთი სარგებელი დაკარგეს. ანუ ერთის მხრივ ისინი განთავისუფლდნენ აი ამ ბოროტის სულით შეპყრობილი ეშმაკეულისაგან, ადამიანისაგან, რომელიც თვითონაც საშინლად იტანჯებოდა, მაგრამ ხალხსაც შიშის ზას სცემდა თავისი ასეთი უკვე სრული შეურაცხადობისა გამო. ერთის მხრივ იხილეს, რომ ეს დაბრკოლება მოხსნილია, მათ ეშინოდათ გადაადგილება გზებზე ასეთი მძიმე სნეულების ბოროტის სულით შეპყრობილის გამო და მეორეს მხრივ იხილებს აი ეს ძალა, რომელმაც გაანთავისუფლა აი ამ მძიმე ბოროტის სულისგან ეს ადამიანი და რასაკვირველია განცვიფრდნენ, შეშინდნენ იმდენად შიშის ზარი დაეცათ აი ამ დიდი ძალთან შეხების გამო, მაგრამ ამავე დროს მათ გაუჩნდათ ძალიან დიდი ესეთი შეშფოთება, რომ მათ ძალიან დიდი თავის სიმდიდრე დაკარგეს, მატერიალური სიმდიდრე დაკარგეს და იმდენად ამ მატერიალური სიმდიდრის დაკარგვამ იმდენად შეაშფოთა ისინი, რომ მათ სრულად, ესე იგი, გაქარწყლდა მათ ცნობიერებაში აი ამ ღვთაებრივი დიდი ძალის მოქმედების აი არსი, რომ მათ გვერდზე არის მათ სასაკვირველია ისინი ვერ მიხვდებოდნენ, რომ ეს არის ძეხვთისა, მაგრამ მათ გვერდზე არის ღვთაებრივი ხელმწიფებით აღჭურვილი პიროვნება, რომელსაც მრავალი რამ შეუძლია მიანიჭოს ადამიანს. აი პირველ რიგში გაანთავისუფლა აი ამ ბოროტის სულით შეპყრობილი ეშმაკეული ადამიანისაგან ეს სოფელი და საერთოდ ღმერთის სიახლოვე, ღმერთის მადლი მათ თითქოს გამოეცხადათ და აი ისინი არიან უგულისხმონი, ანუ ხედავენ, აი როგორც სახარებაში წერია, მაცხოვარი ბრძანები, თვალი ქონდეთ და ვერ ახედავდეთ, ყური ქონდეთ და არ აგესვა. ხედავენ, მაგრამ იმდენად დიდია მიჯაჭვულობა ამ ხორციელ სიკეთეებზე, წუთისოფლის სიკეთეებზე, რომელიცაც ისინი მთლიანად მთელი არსებით აი ამისთვის ცხოვრობენ, რომ მათ ესე იგი ამის ფასად რომ ეს დაკარგონ, არ უღირთ აი სულიერის სიმდიდრის მიღება. ამიტომ სულიერ სიმდიდრესა და ხორციელ სიმდიდრეს შორის ისინი ხორციელისკენ აკეთებენ არჩევანს და მაცხოვარს თხოვენ, რომ დატოვოს მათი ესე იგი საზღვრები. რასაც რასაკვირველია მაცხოვარი არავითარ წინააღმდეგობას არ გაუწევს, იმიტომ რომ მან წინასწარ რაც იცოდა, რომ ჯერ ეს ხალხი არ იყო მზად ამის მისაღებად. ამავე დროს აქ არის ის ბოროტის სულით შეპყრობილი, რომელიც განიკურნა და რომელიც უკვე
მთელი არსებით უკვე უფლის ესე ვთქვათ სურს რომ გაყვეს უფალს პირდაპირ თხოვს რომ წაიყვანოს უფალმა როგორც მოწაფე მაგრამ უფალი ტოვებს და ტოვებს იმ მიზნით რომ აი ამ წარმართულ სოფელში იყოს ადამიანი რომელიც შეახსენებს ამ სასწაულს და ფაქტიურად როგორც მოქადაგებელი როგორც მოციქული ისე დატოვა ამ სოფელში პირველი ნაწილი სანამ ეს ვთქვათ კულმინაციას მიაღწევს ეს ამბავი ძირითადად არის თხრობა იმის შესახებ თუ რას ნიშნავს ეს ბოროტი სულის ადამიანებზე ზეწოლა როგორ რა სადამდე შეიძლება ეს მივიდეს რომ რა დონემდე შეიძლება ეს მივიდეს და აი აქ არის ერთ-ერთი უკიდურესი ფორმა აი ამ ბოროტის სულის მიერ ადამიანის დაპყრობისა როდესაც ადამიანის სრულად შეურაცხადია პირდაპირ ჩასახლებულია და ლაპარაკობს ბოროტის სული ადამიანის მაგივრად აი როდესაც მაცხოვარს შეხვდება ეს ეშმაკეული ფაქტიურად ის ბოროტის სული მიიყვანს ამ ადამიანს ესე ბოროტის ფაქტიურად ამ კაცს დაკარგული აქვს საკუთარი ნება და ბოროტის სული მართავს მას და ის მიიყვანს და საიდან ჩანს რომ ის მიიყვანს იმიტომ რომ ის ეუბნება რომ რატომ ტანჯავ ჩვენ იესო ძეოღვთისაო ეხლა ჯერ ეშმაკეულს გონება დამნელებული ქონდა და მით უმეტეს წარმართებს შორის იუდეველებს უჭირდათ იმის გაგება რომ იესო ქრისტე მესიაა და მით უმეტეს რომ ის არის ძეღვთისა ამას ასაკურველია ვერ იტყოდა ბოროტის სული შეპყრობილი ადამიანი და ეს ბოროტის სული ლაპარაკობს და რას ეუბნება ნუ ტანჯავ რას ნიშნავს ნუ ტანჯავ მაცხოვარმა უბრძანა რომ ის გამოსულიყო ესე იგი ამ კაცისგან და ეს ამისთვის არის ტანჯვა რატო არის ტანჯვა ბოროტის სულისთვის ადამიანიდან გამოსვლა იმიტომ რომ ბოროტის სული მიუხედავად იმისა რომ თავად იტანჯება მისთვის შვება არის რომ დაიპყროს ადამიანი და სხვა არსება მიაყენოს რაღაცა დიდი სულიერი თუ ხორციელი ესეთი სიმწარე აი ეს არის მისი შვება ამიტომ ამის შესაძლებლობის დაკარგვა მისთვის არის ტანჯვის კიდევ უფრო გაძლიერება და ეუბნება რომ ქვესკნელში ნუ ჩამაგდებო ანუ ესე იგი ორად სულებს ვიდრე მეორედ მოსვლამდე ჯერ კიდევ ესე იგი მიცემული აქვთ რომ ესე იგი იყვნენ არ იყვნენ ჯოჯოხეთის ესე ვთქვათ უფსკულში დანთქმული დაშვებული არის მათ მიერ ადამიანების გამოცდა და რატო? იმიტომ რომ ყოველი ადამიანი სულიერება იწვრთობა განსაცდელის ჟამს და აი ბოროტი ძალებით ცდილობენ ადამიანები შეაცდინონ და ჩააყენონ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ადამიანი ვერ უძლებს ცდუნებას და არღვევს მცნებას. და აი ესე დროს, ესე იგი, ადამიანი ერთის მხრივ თუ ვერ უძლებს ამ ცდუნებას, აღმოაჩენს თავის დაცემულ ბუნებას, აღმოაჩენს თავის ცოდვილ მიდრეკილებას და ეძლევა შესაძლებლობა, რომ აღიაროს თავისი ღვთის წინაშე უძლურება, უსუსურება, შეინანოს თავისი ცოდვა და დაუბრუნდეს უფალს. ეს არის, ასე ვთქვათ, უფლის ჩანაფიქრი, რომ ადამიანს აი ამ განსაცდელით უფალი ასეთი ღვთის გზაზე აყენებს. და თუ ადამიანი
შინაგანად მტკიცია სარწმუნოებაში, შინაგანად ზნეობრივად მტკიცი ადამიანია, ეს განსაცდელები უკვე მას პირიქით უფრო აახლოებს ღმერთს. მაგრამ ყველა შემთხვევაში განსაცდელი უფლის დაშვებით ხდება, რასაკვირველია, ბოროტ ძალას იმაზე მეტი ზიანი არ შეუძლია მიაყენოს, ვიდრე ამას უფალი მისცემს ამის უფლებას და უფალი იმდენის უფლებას აძლევს, რამდენის გაძლებაც ადამიანს შეუძლია. და კიდევ ერთი იმდენად დიდია ეს განსაცდელები, რამდენადაც მძიმეა ადამიანთა ცოდვები. როდესაც ადამიანთა ცოდვები მეტისმეტად მრავლდება იმისთვის, რომ ის კონს მოეგოს, იმისთვის, რომ მან თავისი, ასე ვთქვათ, დაცემულობა განიცადოს, შეინანოს, რაღაცა ძალიან მძიმე ზომებია საჭირო. და ესეთი ეთყობა ეს ვინ არის, ვინ შეიძლება იყოს ეშმაკეული, ვინ შეიძლება გახდეს ეშმაკეული, ვინც აი ასე სრულად ვერ უწევდა წინააღმდეგობას, ვერავით არ ცდუნებას და თუ შეიძლება ითქვას, ყველა კარი გაუღო ბოროტ სულს და ბოროტის სული მართლაც შევიდა დაიპყრო ადამიანი და მართავს უკვე ადამიანს. თუმცა რომ არ იცავდეს ღმერთი, რომ მიუშვას, სასაკვირველია ადამიანს მაშინვე გაანადგურებს, ისეთ თავისთავად მიიყვანს, თვით განადგურებამდე მიიყვანს ადამიანს. ეს საიდან ჩანს კიდევ? ჩანს იქიდან, რომ როდესაც ესე იგი ეს ბოროტის სული ევედრება მაცხოვარს, რომ უფსკულში არ ჩააგდოს, ანუ მაცხოვარზეა დამოკიდებული, რასაკვირველია, სად იქნება იგი ადამიანში თუ უფსკულში და ხორების კოლში თხოვს, რომ იგი შეუშვას, ესე იგი, არა თუ ადამიანში შეშვება, ხორების თვით პირუტყვებშიც კი მათი შესვლა შეუძლებელია ღვთის დაშვების გარეშე. და აქ იბადება კითხვა, რატომ დაუშვა უფალმა ხორების კოლში შესვლა? დაუშვა იმიტომ, რომ ეს წარმართები, ადარინელები ძალიან დამძიმებული იყვნენ ცოდვებით და მათი გამოფხიზლებისათვის, მათი შენჯღლებისათვის აი საჭირო იყო რაღაც ისეთი მომხდარიყო, რომ ისინი მოსულიყვნენ და ენახათ განკურნებული შვაკეული, ყოფილი შვაკეული, არც განკურნებული და თავად მაცხოვარი, რომელმაც იგი განკურნა. ისინი რომ გაეგოთ, რომ აი მაცხოვარმა განკურნა, არ მოვიდოდნენ. მოვიდოდნენ მხოლოდ ამ შემთხვევაში და მას სურდა, რომ ისინი მოსულიყვნენ და ესე ვთქვათ, გაეკეთებინათ არჩევანი. აი ამ დაკარგულ სიმდიდრეს ქონებასა, დაკარგვის საფრთხესა და აი ამ სულიერი სიკეთის მიღებას შორის. და ამიტომ დაუშვა ეს ხორების კოლში მათი შესვლა. მართლაც ისინი მათ გაიგესეს, მოვიდნენ, განცვიფრდნენ, შეშფოთდნენ, შეშინდნენ, ესე დიდი სასაული რო იხილეს, მაგრამ ბოლო წუთს მაინც ესე იგი იმის მაგივრად, რომ ესე იგი აი ამ ღვთაებრივ ძალასთან შეხვედრას მათში გაეჩინა სურვილი, რომ აი ამ ძალას დაკავშირებოდნენ, ამ ძალით ესე იგი ამ ძალაზე დაფუძნებული ყოფილიყო მათი შემდგომი ცხოვრება, აი ეს არ მოხდა. ანუ იმდენად ძლიერი იყო მათში აი ამ წუთისოფლისადმი სიყვარული, მიჯაჭვულობა ამ წუთისოფლის სიკეთეზე, რომ მათ ესე იგი ამის დაკარგვა, მათთვის სიცოცხლის დაკარგვას ნიშნავდა და აი ამას ქვია გამიწიერება. როცა ადამიანი უკვე ვეღარ აღიქვამს სულიერ ღირებულებას, სულიერ სიმდიდრეს და მისთვის ეს ფაქტიურად აღარ არსებობს. აი ეს არის წმენა აქედანა, წმენის დაკარგვა აქედან არის, როცა შენ სადაც უსახარება ამბობს უფალი, სადაც იყოს
გული თქვენი, საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენი. საუნჯე თუ წუთის სოფელშია, მთელი გული მასთან არის და გული ღმერთთან აღარ არის. სულიერებასთან აღარ არის და აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რატო შეიძლება გააკეთოს ადამიანმა არჩევანი წუთის სოფელი აირჩიოს, წუთის სოფლის სიკეთე ღვთაებრივ სიკეთეზე უფრო მეტად. იმიტომ რომ იგი მთლიანად მოცულია აი ამ წუთის სოფლით და რაც მთავარია, აი ამ მიჯაჭვულობა იწვევს შემდეგ სულიერი უნარების დაქვეითებას და შემდეგ სრულ აღმოფხრას ადამიანში. ერთ-ერთი ასე ვთქვათ უნარი რომ გაარჩიო კეთილი და ბოროტი ხორციელი და სულიერი სიმდიდრეს შორის ასე ვთქვათ უპირატესობა გაარკვიო, ეს არის სინდისი. და სინდისის სხვა გეუბნება რომ ეს ვთქვათ ხორციელი შეიძლება საჭიროა, მაგრამ სულიერი უფრო მნიშვნელოვანია და ამიტომ თუ სულიერსა და ხორციელს შორის არჩევანია გასაკეთებელი, რასაკვირველია, შეუნდა მსხვერპლი გაიღო, დათმო ხორციელი, ეს რაღაც გარკვეულ მსხვერპლთან არის დაკავშირებული, მაგრამ თუ სულიერს აირჩევ, ის სულიერი რასაკვირველია შენ მაქსიმალურად ისეთ სიკეთეს მოგანიჭებს, რომელიც ხორციელსაც აღემატება და რასაკვირველია მარადიულ ნეტარებას გვირდება. და აი ეს ვერ არჩევა სულიერისა, ეს არის აი ამ წუთის სოფლის მონობა, წუთის სოფელზე მიჯაჭვულობა და სინდისის ხმის ჩახშობა. აი სინდისის ხმის ჩახშობა ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ხშირად არღვევს მცნებებს, იმიტომ რომ ეს ხორციელი, ესე ვთქვათ, სიმდიდრე გაზარდოს და ასე ვთქვათ ვეღარ ეუბნება საკუთარ თავს უარს ამ ხორციელზე და თვალს ხუჭავს, შეგნებულ ხან ნებსით, ხან უნებლიეთ, ესე იგი სულიერზე უარს, სინდისის ხმაზე უარის თქმა არის სულიერებაზე უარის თქმა და აი ესე ნელა ადამიანები გადაიქცევიან წუთის სოფლის ასე ვთქვათ აი ამ სივრცეში ჩაძირული ამ ჭაობში წუთის სოფლის ჭაობში ჩაძირულები და უნარიც აღარ აქვთ რომ აღიქვან და როდესაც აი მათ ეცხადებათ ღმერთი, აი ღმერთი იხილეს, ხოში მათ არ იცოდნენ რომ ქრისტე ღმერთია ეს, მაგრამ იხილეს ღვთაებრივი ძალის მატარებელი პიროვნება და მის მიერ აღსრულებული უდიდესი სასწაული, მათ გულს ეს არ შეეხო. მათ ესე იგი მხოლოდ და მხოლოდ მათთვის ეს იყო საფრთხე იმისა, რომ დაკარგავდნენ მატერიალურს და აი ამიტომ ხშირად სულიერი ცხოვრება გულისხმობს რაღაც შემთხვევებში ხორციელი სიკეთეზე უარის თქმას, ამის საჭიროებას, რომ სულიერი არ დაიკარგოს და ადამიანი სუსტია, ვერ აკეთებს არჩევანს, მაგრამ ერთია რომ შეიძლება შენ დაეცე და შემდეგ შეინანო და დაუბრუნდე ესე უფალს, მაგრამ არის მდგომარეობა, როდესაც შენ დაცემის შემდეგ იმდენად მძიმდები აი ამ ცოდვებით, რომ უკვე სინანულის განცდაც აღარ გაქვს და შენთვის უკვე სახიფათოა სულიერი ცხოვრებასთან კავშირი, რადგანაც იგი სწორედ გართმევს აი ამ წუთის სოფელს და შენ ფაქტიურად უკვე შეიძლება მტრათაც აღიქვა ის ძალა, რომელიც შენ სულიერებას გთავაზობს და ის საზოგადოება თუ ის ადამიანები, რომლებიც სულიერების გზისკენ მიდიან და შენც ამისკენ ყოველ შემთხვევაში საზოგადოებაში აი ამ გზას მიხვებიან და რაღაცნაირად აი ასეთ ადამიანებთან ურთიერთობას კი რაღაც სახიფათოდ შეიძლება მოგეჩვენოს. აი ეს არის მატერიალიზმის, ეს არის აი გამიწიერების შედეგი, და როგორც ვთქვით, გამიწიერებას იწვევს სწორედ აი ამ ცოდვების წუთის სოფლის სიკეთეების სადმის სწრაფვა, რომლის დროსაც ადამიანი ადვილად
არღვევს ღვთისცნებებს, ანუ ადვილად ცოდავს და კარგავს სულიერი აღქმის და გულისხმის ყოფის უნარს. ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ არასოდეს დავკარგოთ ეს გარჩევის უნარი სულიერს და ხორციელ სიკეთეს შორის. ხორციელი სიკეთე, სადაც ღმერთი გვაძლევს, რასაკვირველია, ღმერთი არა მარტო სულიერ სიმდიდრეს გვაძლევს, ხორციელსაც გვაძლევს და ხორციელ სიკეთესაც უხვად გვაძლევს, მაგრამ ადამიანი ხშირად არის უძღები. მას არ აკმაყოფილებს ის სიკეთე, რომელიც ღმერთისგან არის, ესე ვთქვათ, კანონიერად, რომელიც შეიძლება ითქვას სრულიად ბუნებრივია ადამიანისთვის და ყველა ადამიანს რაღაც ხორციელ სიკეთეს აძლევს ღმერთი, მაგრამ ადამიანი უკვე ამ ხორციელ სიამოვნებას, სიმდიდრეს იხდის მიზნად და ოღონდ ეს გაამრავლოს, ოღონდ ეს მოიხვეჭოს და ხშირად ამის გამომცნებებს არღვევს. ხორციელი სიკეთე შეერგება ადამიანს თუ იგი ამ ხორციელი სიკეთის მოპოვებისათვის სულიერ ცნებებს არ არღვევს. მაგრამ აი უბედურება ის არის, მიჯაჭვულობა უკვე გამიწიერება ნიშნავს სრულად უკვე ცოდვის მონობაში ჩავარდნას და სულიერების უგულვებელ ყოფას, რაც იწვევს საერთოდ ურწმუნოებას და აი ბოლო საუკუნეებში, რაც უფრო გამრავლდა საცთური, მით უფრო შესუსტა რწმენა, რაც იყო ნაწინასწარმეტყველები ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში მაცხოვრის მიერ, მოციქულების მიერ და აი ჩვენ ვხედავთ აი ამ გამიწიერებას და აი აქ ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი. რომ პირველ ადგილზე უნდა იდგეს სულიერი სიმდიდრის მოპოვება და ამის შემდეგ რასაკვირველია ხორციელიც. შეიძლება რომ მოვიპოვოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ხორციელი სიკეთის მოპოვება ჩვენგან არ იწხოვს ცნების დარღვევას. ცნების დარღვევის გარეშე მოპოვებული ყველა ხორციელი სიკეთე ღმერთისგან დალოცვილია. ასე რომ არც ხორციელს გვაკლებს უფალი, უბრალოდ არ უნდა გავაკერპოთ ტუთისოფლის სიმდიდრე, პირველ ადგილზე დავაყენოთ სულიერი და შემდეგ ხორციელი. ამის შესახებ მაცხოვარი გვეუბნება სახარებაში, რომელსა ესე უპირველესად ეძიებდეთ სასუფეველსა და სიმართლესა მისა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ. ანუ ამ გზით თუ პირველ რიგში ჩვენ სულიერებას ვეძიებთ, მის სიმართლეს ვეძიებთ, აი ამ გზაზე მდგომ ადამიანს, პიროვნებას, საზოგადოებას, რაც მისთვის აუცილებელია, მათ შორის რასაკვირველია ხორციელიც შეეძინება, ანუ მიეცემა. ანუ ჩვენ ესე იგი ღმერთი არ გვაკლებს არც სულიერს, არც ხორციელს, მაგრამ აი იერარქიის მათ შორის, ესე ვთქვათ, ბალანსის დარღვევა, როდესაც ჩვენ გადავიხრებით მიწიერებისაკენ, მიწიერი სიმდიდრისაკენ, როცა სასოებას მიწიერ სიმდიდრეზე ვამყარებთ, გონია რომ მიწიერი სიმდიდრე თუ გვაქვს თუთისოფელში ყველაფერს გაუძლებთ, გადავრჩებით, კარგად ვიქნებით, თუ არ გვექნება და დავიღუპებით, აი ეს არის სასოება წუთისოფლის სიკეთეზე, სიმდიდრეზე, რაც ხუპავს ადამიანს და ღმერთმა მოგცეს სწორი არჩევანის უნარი და როგორც სახარებაში უფალი ბრძანებს, ვეცადოთ, რათა გამდიდრდებოდეთ უპირველესად ღვთისა მიერ. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ღმერთმა მოგცეს ძალა, რომ უპირველესად გამდიდრეთ სულიერად და შემდეგ ამისა ყოველივე მოგვენიჭება ჩვენთან არს ღმერთი.